გამარჯობა. გამარჯობა, მომენატრა შენთან ერთად გადაცემის წაყვანა. ძალიან მომენატრა მუშაობა სატელევიზიო სივრცეში თუ როგორც ქვია, ონლაინ სივრცეში. ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს ონლაინ გამომწერებს, გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, იყავით ჩვენთან ერთად არის ყველასათვის საყვარელი ადამიანი. წარდგენა რო არ ჭირდება. არაჩვეულებრივი ლემან ლაუდაძე. როგორ უნდა მოგესალმოთ? Glory to Georgia, glory to Ukraine. Fuck Russia. ყველგან და ყოველთვის. მე ხა უყურებდი ვიდეოებს და ფსევდოგვარით ხო ამაზეც ვილაპარაკოთ თავს ლემან ლაუდაძე მომღერალი კი არა, მგონი უფრო აქტივისტი ბოლო პერიოდში. როგორ არის ეს ამბავი? თვითონ როგორ იყოდი? სხვათა შორის ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ანუ ერთმანეთს ხელს არ უშლის. როგორ მოიფიქრეთ ეს სლოგანი, როგორ მიხვედით აქამდე? 2023 წელს ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ Black Sea Arena-ზე დავუკარეთ Killer Someday და მე მოხდა ის ამბები, რაც ყველა მიცის. I don't know, but you know, we don't know the etiquette of this land, but this guy's a Russian. Are you okay with a Russian coming up here? That's where you want to separate it all? So I'm not your brother? Am I not your brother? Being from America, am I your brother? No. I'm not your brother? ორ დღეში შემდეგ გქონდა კონცერტი ოკეანელზისთან ერთად. და იმ მომენტში, როდესაც რაღაცა ცუდი ემოციებით სავსე ვიყავით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხელშემშლელი გარემოება იყო ორგანიზატორების მხრიდან და შემდეგ უკვე Killers-ის საქციელი ცალკე რაღაცნაირად ჩამოგვეშალა. მეც და იმდენ ადამიანს, ვინც ვიყავით იქ მისულები მოსასმენად. შემდეგ ეს ცუდი ემოციები გარდაქმენი კარგ ემოციებად სწორედ ოკეანელზისთან ერთად, როდესაც დავუკარით, ჩვენ მანამდე უკრავდით და ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრი უკრაინელი იქნებოდა კონცერტზე. ძალიან დიდი სივრცე იყო, ათასობით ადამიანი მოვიდა, გადატენილი იყო და რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ მინდოდა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხისთვის გასაგები მესიჯით და ძალიან მოკლედ და კონკრეტულად გამომეხატა ის მხარდაჭერა, რასაც თქვათ, მანამდეც ვაფიქსირებდით და მას შემდეგაც. და ნუ მოვიფიქრე სპონტანური იყო. ხო, glory to Ukraine, glory to Georgia, fuck Russia. ჩვენს მეგობარ უკრაინას მინდა კიდევ ერთხელ გამარჯვება უსვა. მინდა საქართველოს სულ ერთიანობა და გამარჯვება. ევროპა ჩვენი სახლია, ხოლო ევროკავშირი აუცილებლად ჩვენი მომავალი. მე მჯერა საქართველოს გამარჯვების, მე მჯერა ჩვენი მეგობარი უკრაინის გამარჯვების და მე მჯერა ოკუპანტი რუსეთის წარე დამარცხების. სპანაირად რომ თქვა Glory to Georgia! Fuck Russia! ყველა რუსეთს და ყველა რუსეთუმეს გასაგონად. Glory to Georgia! Fuck Russia! და რეაქცია წარმომიდგენია რა რეალურად ის სათქმელი, რაც აქვთ უკრაინელებს, რაც გვაქვს ჩვენ და რაც აქვს მთელ ცივილიზებულ სამყაროს დღეს. შემდეგი იყო უკვე აქციაზე, როდესაც გამოვედი სიტყვით ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც თქვა, მქონდა რაღაცა საჯაროდ გამოცდილება, რაღაცა საუბრის, ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც 10,000-ობით ადამიანის წინ გამოდიხარ, მივხვდი, რას გრძნობენ აქტივისტები, რაღაც პოლიტიკოსები, ვინც გადიან და საჯაროდ მიმართავენ სიტყვით. ხო და მაგ აქციის მერე ესე გავარდა. და მერე რაღაცა ის ავტობუსის მეტრო ბილეთის ასაღები აპარატები რო დაიხაკა.
ზვია და გამსახურდიას და მერაბ კოსტავას რაღაცა ლეგენდარული სიტყვების მერე უცებ და მეთქი. Glory to Georgia და ცოტაზე მეტად ხო არ ემასქნა, მაგრამ ნუ მთავარია ხალხმა ახლოს მიიტანა ეს და რეალურად ეგ არის. ეგ სათქმელი არის, რაც გვაქვს და ეგ არის სწორედ იმენაზე ნათქვამი, რაც მთელ მსოფლიოს ესმის ძალიან კარგად. და აი ხმამაღლა თქვენ ყოველთვის გამოხატავთ როგორც სათაური ლაუდსპიკერსი პირდაპირ მოლაპარაკეს. კილოგრუფის სახელი გავამართო. და ყოველთვის აი ხმამაღლა პირდაპირ ამბობთ ხოლმე თქვენ სათქმელს და კარგად ამბობთ. არა მხოლოდ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ლევანი არა მხოლოდ კარგად მღერის, ძალიან კარგი ორატორიც არის, ხო და არა ჩვეულებრივი ხმა ხო აქვს და ტემბრი, მაგრამ კიდე გამორჩეულია იმითაც, რომ ისე ცხელა, ძალიან ცხელა და გავწითლდები და საერთოდ ამდენი კომპლიმენტი. მადლობა. არა მარტო ჩვენ, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. ხმაზე აღარ ვილაპარაკოთ, ჯერ არც მუსიკალური ექსპერტები ვართ და არც მუსიკის მცოდნეები ჩვენ. პოლიტიკური ჟურნალისტები ვართ, მაგრამ ყურები გვაქვს და საკმაოდ მახვილი, ასე რომ არა მარტო ჩვენ, უამრავი ადამიანი, მათ შორის თქვენც და ის ათასობით, 100,000-ობით ადამიანი, ვინც ამ პროტესტის მონაწილეა, ყველა ხმამაღლა აფიქსირებს თავის აზრს. აქციაზე დგომა უკვე ძალიან ხმამაღალი განაცხადია მით უმეტეს იმ პირობებში, რა პირობებშიც უზღუდავს და გვამყოფებს რეჟიმი, ხო? ამიტომაც ხო, თუ სათქმელია და თუ ამბობ, ფიქრობ, რომ ხმამაღლა და გარკვევით უნდა ითქვას ყველაფერი და არა ორაზროვნად, რომ რაღაცა ვიღაცას კითხვები დარჩეს. ხეს, როდესაც ეს გადაცემა იწერება, ანდრო ჭიჭინაძის დაბადების დღეა, მე მიულოცავ, როცა გავაქვიანი იქნება, მაგრამ და ანდროს სიტყვები ზუსტად ეს არის, ხო, რომ ვაი თქვენს პატრონს, ვისაც გონიათ, რომ მე მართალი ადამიანი მოგიხდით ბოდიშს, იმიტომ რომ თქვენ გინდათ ასე, ხო? და ხო ძალას გვაძლევს ხო გარეთ დარჩენილებს მიუხედავად იმისა რომ ისინი უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან 4 კედელშუა ამ სიცხეში ამასაც მინდა ხაზი გაუსვა საოცარ მდგომარეობაში არიან მაგრამ არავინ არ გატყდა ანდრო ხო არ გატყდა და დგას და წინა ხაზზე აი დღესაც უყურებდი მის ვიდეოს იმ ცნობილ კადრებს სადაც ეს თეთრებში ჩაცმული მართლა შავის და თეთრის არაჩვეულებრივი კონტრასტი და სიმბოლოც არის და გამოხატულებაც ანდრო როგორ დგას იქ და ვეფხი ეკასრაძესაც მიულოცოთ დაბადების დღე და ვეფხის დაბადების დღეც არის და როგორი ადამიანები ხო როგორი ადამიანები არიან ციხეში ხო ანუ რეალურად ისინი არიან თავისუფლები, მაგრამ ნუ ისინი მალე გათავისუფლებიან ასევე ფიზიკურად და ისინი თუ არ ტყდებიან ჩვენ მე მგონი არ გვაქვს იმის უფლება, რომ სწორედ აი, როდესაც ბრძოლაში ვართ შესულები და მე ვფიქრობ გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდებით რაღაცა ახლა ჩავიქნიოთ ხელი, მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც გარკვეული ნიჰილიზმი აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, არ ვართ რობოტები და ემოციური მდგომარეობაც იცვლება. თუმცა ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ახლა არ ვიზამთ, ვერ ვიზამთ ვერასდროს, იმიტომ რომ შემდეგ უკვე მეორე შანსი ხო, მაგრამ შეგშინებიათ ოდესმე იმისი, რომ არაფერი რომ არ შეიცვალოს, არ დაიწყოთ შეგუება. იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ახლა, რომ გადარჩეთ უბრალოდ, თავი გადარჩინოთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაინც მუსიკალური ერია, რომელიც ყოველთვის უსმენს ჭირშიც კი და ომში წასვლის წინ ქართველი მღერო და ცეკვავდა და ასე შემდეგ. მადლობა რომ ეს აღნიშნეთ, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ მუსიკა მხოლოდ გართობასთან ასოცირდება, ასე რომ ასე არ არის. ხო, ჩვენ ხო გვიყვარს ისტორია და შესაბამისად ვესესხებით ხოლმე ჩვენს წინაპრებს ამაში. აი, არ შეგშინებიათ შეგუების, აი მაგალითად რო შემოეთავაზებინა ვინმეს თქვენთვის პანტერას ფორმის ჩაცმა ან კენგურუს როლის მორგება და დიდი ჰონორარი გადაეხადა. რას იზავთით? წარმოვიდგინე ხა ჩემი. ვერ წარმოვიდგინე ჩემი თავი უფრო სწორად. არ არის ანუ რთული მდგომარეობა თუ არ არის რთული მდგომარეობა ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი პანტერას ან კენგურუს ფორმაში ვინაიდან ასეთი აქტუალურია დღეს ხო რავი სულ ერთია შეიძლება რობოტის ან რა ვიცი მე იმის უფრო მეშინია რომ ამ ყველაფერს შევეგუო გიამრგულეს არის ხო არ ვიცი პირველ რიგში ადამიანმა როგორ შეიძლება გაძლოს აქ ვთქვათ და ის პროტესტი და მუხტი არ ჩაქრეს მასში ალბათ პირველ რიგში თავისი თავი უნდა იყოს მისი სტიმული მამოტივირებელი მან უნდა იცოდეს რომ სწორ გზაზე არის სწორი რაღაცისთვის იბრძვის სწორი ღირებულებებისთვის იბრძვის და
ეს ყველაფერი ყოველდღიურად შემდეგ საქმით მტკიცდება. საქმეში იმას გულისხმობ, რომ მაგალითად 24 საათი შეიძლება აქციაზე ვერ იდგე, მაგრამ უკვე ამ პროტესტს რო ატარებ და ამ განწყობას რო ატარებ, შენ პროტესტი ნებისმიერ ადგილას შეიძლება გამოხატო. ანუ ყველგან თუნდაც არ ვიცი. რაღაცა საპროტესტო მაისურის ტარება ყოფიერ მომენტშიც კი. უკრაინის ბროშურის ტარება, რომელიც საქართველოში უკვე პროტესტად ითვლება, იმიტომ რომ ისეთი პროპაგანდა ააგორეს, რომ კი ესეც არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერი, ესეც საქართველოს მხარდასაჭერი. ამიტომაც ნახოდრეთ უკან ეს დროშა. და ძალიან მომწონს. ბეჭდების მბრძანებელი თუ გიყვართ, აი მანდ რაღაცა. ფროდო. რაღაცა ისეთი საბოლოო ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის, ხო? და ჩვენ ფიქრობდით, რომ უკრაინის გამარჯვება ძალიან გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის, დამჯერა რომ გაიმარჯვებს უკრაინა პირველივე დღიდან, როდესაც შეიჭრა რუსეთი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის არის უკრაინა ახლა რაღაცა დასაყრდენი რეალურად, იმიტომ რომ უკრაინის დახმარებით შესაძლებელი არის, რომ რუსეთი დამარცხდეს და ამიტომაც არის, რომ რაღაც ევროპა გამოფხიზლდა, როგორც იქნა და რეალურად ხო ევროპამაც გაიაზრა, რომ მარტო უკრაინაში რუსეთი არ გაჩერდება. ახლა ბენდუქიძე ამბობდა, ხო, აი ჩეჩმაში ზიხარ და გონია, რომ აი ხა თბილად ხარ და კარგად ხარ და ამოსვლა აღარ გინდა და ამ დროს რა ვიცი, ბოდიში და ნეხში ზიხარ. და აი ეს სითბო სწორედ ამ სითბოს გვერდჩინოს სიცივე, გაკაჟება და ბრძოლა, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ჩემი აზრით, აი როდესაც იბრძვის ადამიანი, როდესაც რაღაცებს არ ეპუება, არ მიყვება დინებას, რომელსაც მკვდარი თევზები მიყვებიან, ცოცხალი ხარ და აი ამ დროს გრძნობ ყველაზე მეტად, რომ შენ ცოცხალი ხარ და მე დარწმუნებული ვარ, რომ სინდისის პატიმრები სწორედ აი ახლა გრძნობენ, რომ ისინი ნამდვილად ცოცხლები არიან და ეხა შეიძლება ეხა იპოვეს, ეხა გაიცნეს ბოლომდე საკუთარი თავი და მადლობა მათ ყოველთვის. აი რაღაცნაირი მისია იტვირთეს და თვითონაც არ იცოდნენ შეიძლება რომ ამ მისიით დაიბადნენ ეს ყოველთვის ასე იყო. აი ამ დრომ, ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობაც არის, ხო, კი ძალიან რთულია დღეს მათი ყოფა, მაგრამ მეორეს მხრივ ისინი გამარჯვებულები არიან, იმიტომ რომ თავისთავი იპოვეს და ყველანი მათ განსაკუთრებული ყოველთვის ასე იყო, ხო, ჩვენს ქვეყანაში არა მარტო, რა ვიცი, მე მგონი რომ მარო მაყაშვილმაც თავისი სწორედ მაშინ იპოვა. ზუსტად. მიხეილ ჯავახიშვილმა თავის სწორედ მაშინ იპოვა, როდესაც აი ესეთი საპროტესტო ნაწარმოებები დაწერა, ხო და ანუ ყოველთვის ეს რაღაცნაირი შეუქცევადი პროცესი თითქოს თავისით ხდება, მაგრამ თუნდაც ახლა შედარებები რო ხდება ბელორუსთან შედარება, ვაიმე იგივე ხო არ მოგველის, მე არასდროს არ ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ ჩვენ მაინც მგონია, რომ აი შეიძლება ყველაზე მაგრები არ ვართ, მაგრამ მაგრები ვართ და შეგვიძლია უფრო მაგრებიც ვიყოთ და ეს ჩვენი სიმაგრე აი ესეთ პროცესებში ვლინდება. თეა, ერთი თემა მინდა გავაგრძელო. როდესაც ლაპარაკობდი, ხელოვანს დღეს აქვს თუ არა ყველაზე დიდი სცენა და ყველაზე კარგი საშუალება გამოხატოს თავისი სათქმელი და ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს თუ არა, რომელიც კაფეო პოზიციონირებს დღეს. მით უმეტეს რომ აი მე გამოგიტყდებით და მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ისტორიას ახლა კიდე ინტერვიუსთვის რომ ემზადებოდი, რა თქმა უნდა, კარგად ვეცნობოდი, წლებია უკვე 10 წელზე მეტი არსებობს კი არა და 15 უკვე, ხო? მე მაინც გავიცანი პროტესტის დროს. ანუ ის რომ ხელოვანი გამოხატავს თავის სამოქალაქო პოზიციას, ეს მერკანტილურადაც შეიძლება თარგმნოს. შენი აუდიტორია იზრდება და როდესაც რუსთაველის გამზირზე თბილისის გულში გახარ და ამბობ Glory to Georgia, რომ ტერი არის რუსეთი და თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მე მგონი ამას დიდი აუდიტორია არავისთვის არ არსებობს და თუნდაც ამ კუთხით ყოველთვის უნდა ყოფილიყო ეს მარტივად გადასადგმელი ნაბიჯი. ჩვენ რომ მუსიკოსები არ ყოფილიყავით და ჯგუფი არ გქონოდა, დიდი იმედი მაქვს რომ ანალოგიურად თქვა მყარად დავაფიქსირებით აზრს. უბრალოდ იმაში გეთანხმებით, რომ თქვა ასე თუ ისე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ჯგუფები თუ ხელოვანები, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თქვა იცნობს ხალხი, უფრო მეტ ადამიანამდე მიდის და
ისიც შეიძლება რომ მათი ნათქვამი რაღაცა უფრო მეტი სითამამის მიმცემი გახდეს, თქვა თუნდაც მე ძალიან ბევრ ჯგუფს რომ უსმენ და იმ ჯგუფმა ის ჯგუფი ჩამოვიდეს ჩვენთან და ჩვენი მხარდასაჭერი განცხადება გააკეთოს, მე რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს დიდი სტიმულიც იქნება და ორმაგად შემიყვარდება ის არტისტი, ასე რომ კი, გავლენა რა თქმა უნდა არის და მე ვფიქრობ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობებიც იზრდება მერე, ვთქვათ, ვიღაცები გიყურებენ, ალბათ როგორ აფიქსირებ შენს აზრს, აფიქსირებ თუ არ აფიქსირებ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაფიქსირებთ, იმიტომ რომ რაღაცა ეს ასე უნდა იყოს, ჩვენ ვაფიქსირებთ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება, სხვანაირად უბრალოდ მე მგონი ადამიანი, რომელშიც პროტესტი არ არის და რომელიც კონფორმიზმში იძირება, ასე ვთქვათ, უკვე ის ადამიანი რაღაც შინაგანად ლპობისკენ უფრო მიდის. ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს და საერთოდ ერთი წამითაც არ არის მათი უფლებები დაცული, ხო? ანუ არავინ არ არის დაზღვეული რეჟიმის კლანჭებისგან და სისასტიკისგან. ამიტომაც ის რაც ხდება ყოველდღიურად, მართლა რეკორდულ რაოდენობაზე გადის, ხო? ანუ დღეების რაოდენობაზე პროტესტი. ვფიქრობ, ერთი დღე მაინც შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ჩუმად არის, რაღაცნაირი სიბრაზის მიმცემი რაღაცა, ისეთი ძვრები გამოიწვიოს მასში, რაც საბოლოოდ ამოაღებინებს ხმას და გადაადგმევინებს პირველ რიგში იმ ნაბიჯს, რაც პირველ რიგში მისთვის იქნება კარგი, იმიტომ რომ როდესაც შენს თავთან ხარ მართალი და შენ სინდისთან და შენ არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ რთულ საშინელ რეალობაში ვართ, მაინც მშვიდად იძინებ შენს თავთან და მშვიდად იღვიძებ, იმიტომ რომ შენ იცი რისთვის იბრძვი და ეს არის მხოლოდ შენი პირადი ინტერესი. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ამ რეჟიმის პირობებში სამწუხაროდ ყველას მოუწევს გამოცადოს თავის თავზე ის სისასტიკე და ის მავნებლობა, რასაც რეჟიმი ატარებს. ხო, წარმოიდგინეთ. მათ შორის მათაც ვინც ახლა ჩუმად არის, ვინც ახლა მას მხარს უჭერს. რა თქმა უნდა. ვახსენეთ ირაკლი ღარიბაშვილი და რიჟვაძე, ამხელა თანამდებობის მქონე ადამიანები პაიკებივით მოიშორა ოლიგარქმა, ხო და თქვენ ვინ ხართ საერთოდ, აი თქვა შედარება რო გავაკეთოთ, რომ აი მაგალითად კიდევ იმედი გქონდეთ, რომ ვიღაცას იცნობთ იქ და ის დაგეხმარებათ. არავის არ დაეხმარება, მოხდება რაღაც ვირთხებივით ერთმანეთს დაერევიან. და მაგ პროცესიც მიდის ახლა ჩვენ თვალწინ მაგისკენ მივდივართ ზუსტად და ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც განათება რანიკა ნიშანი. რო ბევრს ლაპარაკობ. არა. ბევრს კი არ ლაპარაკობ, ესე ჩაქრებიან ისიც. შეიძლება, საინტერესოა ესეც კი. აი, მე მგონი ეს არ უნდა ამოჭრეთ. კარგია. ეს დავტოვოთ. ჯერათ ესეთი რაღაცეების. რა თქმა უნდა. ხანდახან ვფიქრობ, რომ რა შეიძლება გამოიყენო ასეთი დროიდან და მშურს ხელოვანების და კრიზისები ხო ხელოვნების საკვებია. და კარგად მაგრამ ამ დოზით კრიზისიც უკვე ძალიან ბევრია. დიდი დოზაც იყო მაგალითად ფრანკოს რეჟიმის დროს ესპანეთში, მუსოლინის რეჟიმის დროს იტალიაში, კომუნისტების დროს აღარ ვიტყვი, 1994 გავიხსენეთ აქ ბრიტანეთის ეპოქა შემოდის. რა ვიცი, ახლაც ვერ ვიტყვი, რომ მთელს მსოფლიოში არ არის კრიზისები, მარტო საქართველოში არ არის კრიზისული პერიოდი. ახლა დემოკრატიის ხმალამოღებული ბრძოლის და ტოტალიტარიზმის ხელჩართული დაპირისპირების რეჟიმშია სამყარო. გლობალური დაპირისპირებების თქვათ ტოტალიტარულ რეჟიმთან ბრძოლები, რაც სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, ხო, სერბეთი, უნგრეთი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და მე მგონი იმ ბევრ ცუდთან ერთად რაც ხდება ჩვენს გარშემო, არა მარტო ქვეყანაში, რაც ახსენეთ მსოფლიოში, ხო, გამოღვიძების და გამოფხიზლების პერიოდი არის, ასე რომ ცოტა დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, ალბათ ეს აუცილებელი პროცესებიც არის. სამწუხარო არის ის, რომ აქამდე მოვედით და ეს გახდა საჭირო და როდესაც თქვათ წლების წინ ვერ მოხერხდა ამის გააზრება, რაღაცებზე შეთანხმება მსოფლიოში ჩვენთან მათ შორის, მაგრამ ხო, რაღაცა
ხანდახან რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. მუსიკა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გადაჯაჭულია და ამიტომ ხა თამამად რომ ვილაპარაკოთ თვითონ მუსიკაზეც, აი სამყარო ჩემს თვალებში რაღაცა გარდამტეხი იყო, ხო, თქვენს შემოქმედებაში და თუ არ ვცდებით 16 მილიონი ნახვა აქვს. პირველ რიგში მადლობა რახან სამ თემას შეეხეთ, მადლობა ჩვენს მსმენელს და იმ ადამიანებს, ვინც გვისმენენ. ალბათ სწორედ ეს სიმღერა გამოდგა რაღაცა სახალხო სიმღერას ვეძახით ხოლმე, თითქოს ცალკე ცხოვრობს და ცალკე სიცოცხლე აქვს და ძალიან ბევრი ადამიანი გააერთიანა. და პროტესტი როგორ მოუხდა? პროტესტის ერთი შეხედვით ეს არ არის საპროტესტო სიმღერა, თუმცა ეს არის სიმღერა, რომელიც აერთიანებს ბევრ ადამიანს და ძალიან ამაღელვებელი იყო და ყოველთვის არის, როდესაც აქციებზე ჟღერს, იმიტომ რომ რეალურად ესეთ მომენტებში ხვდები, რომ რაღაც გაგიკეთებია. იმიტომ რომ ერთია უბრალოდ ბევრი მოსმენა, მაგრამ ბევრი მოსმენა უამრავ რაღაცასაა, ხო, რაც შეიძლება ადამიანებს თქვათ მოწონდეთ არ მოწონდეთ, მაგრამ მეორეა, როდესაც ადამიანებამდე ასე ახლოს მიდის, რომ რაღაცა სამშობლოსთვის ბრძოლის დროს ჩაიწება ეს ყველა იმღარონ და არ ვიცი, ძალიან ამაყები ვართ, რომ თან ცოტა მელანქოლიურია, ძალიან მელოდიური. სანამ თქვენ ხმას ამოიღებთ შესავალი სადღაც გაყავხარ კოსმოსში და ბევრი ემოციის ნაზავი არის და ალბათ სამყარო ჩემს თვალებში ზუსტად და ის ადამიანები არიან, ვინც არ ვიცი ჩვენს მოსასმენად მოდიან. ეგ მაინტერესებს ზუსტად როგორია სამყარო, დღევანდელი სამყარო თქვენს თვალში. ვაი ხო, საკმაოდ ბნელი არის თუ გავითვალისწინებთ ამის ჩაქრობას, თუმცა ხო ამავე დროს სამყარო დღეს ჩემს თვალებში არის რაღაცნაირი მებრძოლი გადარჩენისთვის და მებრძოლი მრავალფეროვნებისთვის, იმიტომ რომ მრავალფეროვნების გარეშე ერი და ადამიანი აი რაღაცნაირად კვდება თითქოს, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს აი ერთ-ერთი მიზეზი რა მოგვიყვანა აქამდე. მიუღებლობამ, ერთმანეთის მიუღებლობამ და აი მრავალფეროვნების ჩაკვამ, რაც ქართველებს არ ვიცი, ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის რაღაცა ევროპულები ვიყავით და ხო, ძალიან ბევრი მიმართულებით შეგვიძლია რომ ვიყოთ ძალიან მაგრები. უბრალოდ აი ეს მართლა ბინძური პროპაგანდა, რამაც საზოგადოების ნაწილი პირდაპირ დაამონა, არასწორად ჩაუნერგა პატრიოტული დამახინჯებული რაღაცნაირი ვითომ ღირებულებები და საბოლოოდ ამან მოგვიყვანა. იმიტომ რომ ერი როდესაც აი უკრაინის მაგალითი რო ავიღოთ მაგალითად, თელი ერი იბრძვის. იქ არ არის რომ ვიღაცები რუსეთისკენ მიდიან და აბა რუსეთი მტერია თუ არ არის მტერი და ჩვენთან სამწუხაროდ დღესაც რო გავიაროთ ქუჩაში, შეიძლება ისეთი პასუხები მივიღოთ, რომ რეალურად რისთვის ვიბრძვით, საერთოდ სად ვართ, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით მათთვისაც, რომ აღარ მოუწიოთ ასეთი პროპაგანდის ჭამა არ მოუწიოთ და პირიქით ძალიან კარგი საკვები მიიღონ. თქვენ თვითონ როგორ სამყაროს ქმნით თქვენს ირგვლივ? ვცდილობ მე პირადად უფრო მიმღებელი ვიყო და ვთქვათ წლების წინ, რაც მაგალითად კომპლექსი შეიძლება და ყოფილიყო, ან უფრო რაღაცეებში გაჯიუტება, დღეს ვცდილობ რომ აღარ ვიყო ესე, გავჯიუტე მხოლოდ რაღაცა სიმართლეში, რაშიც ვართ დღეს ყველანი და რისთვისაც ვიბრძვით, მაგრამ არ ვიყო რაღაცნაირი ისეთი კატეგორიული, ძალიან ისეთი კრიტიკული და ხო, ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება ამაში, აქედან მოვიკითხავ. აი მრავალფეროვნებაზე ლაპარაკობდით და იქ ვიგრძენი ნოტები, რომ თქვათ ადამიანებს არ კარგავთ განსხვავებული აზრის გამო. ახლა მე მინდა გკითხოთ თუ გყავთ ისეთი მეგობრები, ვინც ქართული ოცნების ამომრჩეველი მეხოტბე და როგორ ალაგებთ მასთან ურთიერთობას? სხვათა შორის არ მყავს. გამიმართლა. იცით რა არის აი რთული ალბათ რთული გადასაწყვეტია რომ ვიღაცამ უარი თქვას. ნათესავები მყავს, თუმცა მათთან ესე კომუნიკაცია არ მაქვს. და ხო, ძალიან რთული მომენტია. აი ეგ მოიტანა კიდე ამ პერიოდმა, რომ ადამიანები ერთმანეთისგან დააშორა.
არა მარტო ნათესავები, არამედ შიგნით ოჯახებშიც მოხდა, ხო, ეს განხეთქილება, თუმცა ალბათ ესეც გარდაუვალი პროცესი არის რა, იმიტომ რომ ნახეთ ეს ზვიადის პერიოდში და გვეგონა რომ დაასრულდა და ეს როგორ მოხდა რომ ისე მოვდუნდით, ანუ არასდროს, ანუ რაღაცნაირად გონია რომ მორჩა ეს გავაკეთეთ და შემდეგ ზამთრის წელს მივეცემით და გამოვალთ გარეთ და ყველაფერი შეცვლილია. სამწუხარო მომენტი ის არის რომ აი ვთქვათ რეჟიმის მხარდამჭერები არ ვიცი ჩვენი ნათესავები ვინც არიან მოკლედ. სამწუხაროდ მხოლოდ მათ აქვთ ის განწყობა რომ აი ეს უბრალოდ ჩემი განსხვავებული აზრია და რატო თითქოს აი ბოლომდე კომფორტი უნდა შეიქმნან რომ მე მექნება ეს აზრი, მაგრამ შენ რატო უნდა წახვიდე ან რატო უნდა მეჩხუბო ან რატო უნდა მაკრიტიკო ამ შესახებ. მაგრამ მივდივართ იქამდე რომ ეს უბრალოდ განსხვავებული აზრი არ არის. ღალატი განსხვავებული აზრი არასდროს არ ყოფილა და დღეს რო ამბობენ ესენი რომ ჩვენ ისინი ვართ რა ქვია დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ და თამარ მეფის ქვეყანა ჩვენ ვიცით დავით აღმაშენებელი ვიცით მოღალატეებს რას უშვებოდა ამიტომაც ძალიან ნუ გამოიდებენ თავს ისინი ლევან როგორც კი თქვენ დაიწყეთ ასე აქტიურად პოზიციონირება მე ვნახე რომ შემოგასია ეს პროპაგანდის თავარი მხარდაჭერა და საცეცები რაც არის ტროლები და ბოტები ხო მაგრამ იქ იყო ერთი სასიამოვნო მომენტი რომ ფრედი მერკურის შეგადა არის ფეიქ ფრედი მერკური მაგრამ მართლა მე ჩემ თავსაც თქვენც ამბობდით ალბათ რომ ეს არაჩვეულებრივი კომპლიმენტია მაგრამ ეს ვიზუალი და იმიჯი შეიძლება უაში ეს რაღაცა გავდეს და ხმა იქაც გამოკვეთილი ნამდვილად კარგი რამ გამოუვიდათ ისე რომ ვერ მივხვდნენ ხო ეგონათ მანცხავდნენ და ამ დროს ხო თუმცა ფრედი რა არ იყო თქვენი კუმირი მანამდე მეცით რა არის კუმირი არ იყო მაგრამ ეხა ფეიქ ფრედად ყოფნა ძალიან ესეთი ძალიან კარგი კომპლიმენტი არის მე უფრო მეტად ხალისობ ხოლმე სხვათა შორის და ბენდის წევრებს ვეუბნებოდი რომ რაღაცა ნახე რა ხდება ჩვენს იმაზე პოსტზე თუ რაღაცა იმაზე და მეთქი დაანებეთ თავი ანუ გააქტიურდეს პოსტი იყვნენ კომენტარებს არ ვკითხულობ იმიტომ რომ ჯერ ერთი არ მაინტერესებს ახლა მაგდენი დრო დაუთმო რაღაცა აუ ჩვენც გვყვარს ტროლები და ბოტები მე ალგორითმი კარგად მუშაობს ნახე კარგია ხო არა რა თქმა უნდა კარგად მუშაობს ერთი არის და ну უბრალოდ როგორ უნდა დახარჯო ემოცია და დრო ისეთ ადამიანებზე რომლებიც არ ვიცი ფულის სანაცვლოდ სხვა ადამიანებს უსურვებენ საშინელ რაღაცეებს ხო ეგეც ხომ ეტყოლებს რა გაჭირვებული ქვეყანა ვართ მაგრამ აუცილებლად ივერია გაბრწყინდება მუსიკას რადგან შევეხეთ და გემოვნება კუმირი არჩევანი როდესაც ვეცნობოდი ლევანის ბიოგრაფიას რომ იურისტია ანუ უყვარს ისტორია მაგრამ ერთ დღეს უეცრად გადაწყვიტა რომ გახდეს მუსიკოსი და გამახსენდა შეიძლება პირდაპირ პარალელი არის მაგრამ პოლ გოგენის ისტორია სტოკ ბროკერი იყო და უცებ გახდა მხატვარი ახლა ის ტაიტიზე წავიდა და ტაიტელი ქალები და ბევრი ინსპირაციები ბევრი ქონდა და აი რა გახდა ლევან თქვენ შემთხვევაში აი რა აღმოგაჩენინათ რომ მუსიკა უბრალოდ კი არა მსმენელი კი არ ხარ უკვე მუსიკოსი ხარ სხვათა შორის ერთდროულად მოხდა ჩემი მუსიკასთან დაკავშირება და ჩემი იურისპრუდენციასთან დაკავშირება სხვათა შორის დიდად ესე გული მიმიწევდა იურისპრუდენციისკენ ვერ ვიტყვი არც ვიცოდი მაშინ სად მინდოდა ჩაბარება 16-ის ვიყავი აბიტურიენტი ვიყავი რომ მომინდა გიტარაზე სიარული და ჩემებმა შვილო აბიტურიენტი ხარ სწავლას მიხედე როცა გეუნებოდით გევლო გიტარაზე რამდენიმე წლით ადრე რატო არის არა საერთოდ არ მინდერია არა უბრალოდ მომინდა ნოტთან ბგერასთან მანამდე შეხება არანაირი შეხება არ მქონია მხოლოდ თქვა 15 წლიდან როკ მუსიკას დავუახლოვდი და რაღაცა მელომანი ვიყავი ერთი წელი ვიცადე რომ ჩამებარებინა და მეთქი ხო ჩავაბარე ახლა შემიყვანეთ გიტარაზე და როდესაც შევედი გიტარაზე ვიცოდი რომ რაღაცა ეს იყო ის რისი კეთებაც მინდოდა. ოღონდ არ მეგონა ნამდვილად რომ რაღაცა ჯგუფ შევქმნიდი და რაღაცა საერთოდ არ მეფიქრე უბრალოდ გიტარაზე დაკვრა რომ დავიწყე მინდოდა რომ აი მეკრა გიტარაზე მინდოდა რომ ეს არ ვიცი ჩემი თავი ვიპოვე ალბათ 17 წლის მერე და ვიცოდი რომ იურისპრუდენციას არ გავყვებოდი არ ჩამოყალიბდებოდი როგორც იურისტი
მაგრამ ნუ ბაკალავრით მაინც დავამთავრე. ჩემი მშობლების დიდი თხოვნით, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ ხوار მივატოვო სწავლო და თქვა კონსერვატორიაში გავაგრძელო, მაგრამ ხო, დაწყებული საქმე დავასრულე და შემდეგ სახში მღერის ვინმე ხმა ეს არა, სახში არ მყავს მუსიკოსი არავინ, ჩემი მშობლები ქიმიკოსები არიან საერთოდ. აი ქიმია შეუქმნიათ თქვენგან. დიდი მადლობა. ხო, არავინ არ მყავს მუსიკოსი, უბრალოდ მე მგონი უბრალოდ მათ ვერ იპოვეს თავისი თავი მუსიკაში თავის დროზე, თორე აუცილებლად იქნებოდა. შეიძლება, იმიტომ რომ ხო, ჩვენს ქვეყანაში ხო ბევრმა ადამიანმა ის არ აკეთა, რაც გულით უნდოდა და ალბათ ესეც არ აკეთა. ეს ზოგადად კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი საძიებო სისტემაა. იპოვო შენი თავი. თუმცა მე გავჯიუტდი მოკლედ ჩემ საქმეში და აქ ალბათ ნიჭი იყო გარდამტეხი მაინც. რა არის ცხოვრება არის ხო? ჩემი ცხოვრება არის საყვარელ ადამიანებთან ერთად არის ასეთი პიროვნება მუსიკა ქვია მას და ხო ალბათ ჩემს ტვინში 24/7-ზე არის თქვათ არ ვიცი. მუსიკა და ტექსტიც ორივე. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ახალ სიმღერაზე ვმუშაობ ხოლმე, არ ვიცი, ღამეები ზოგჯერ არ მძინავს. როკის ენა ინგლისურია კი ბატონო და ამიტომ არ მიყვეს რომ ინგლისურად ვღერით, მაგრამ როგორ დაიწყო ეს? ნახე ახლა გერმანული რეჩიტატივით, ხო, თქვენს სიმღერებში, აი რომელი სიმღერა უფრო მიიღო ქართველმა მაყურებელმა? ყოველთვის ფიქრობდი რაღაცა ჯიუტად რომ ინგლისური იყო როკის ენა და სხვა ენა არ უხდება, მაგრამ ბოლო წლებში შემეცვალა აზრი. ამაში დიდი როლი ითამაშა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა მდამდევ, რომელიც დავაქავერეთ ჩვენ და რაღაცნაირი ქართული მუსიკაში ქართული ენის გამოყენების კლასი თუ კარი გახსნა ჩემში და მას შემდეგ რამდენიმე საავტორო სიმღერა გაკეთდა უკვე. მე ვფიქრობ, რომ გააჩნია ემოციას, გააჩნია კონკრეტულ კომპოზიციას და ჩემ შემთხვევაში აღარ მაქვს გადაწყვეტილი უკვე, რომ აუცილებლად ინგლისურად იქნება, ან აუცილებლად ქართულად იქნება. ჩვენ ასევე დაქავერებული გვაქვს დები იშხნელების ერთ-ერთი სიმღერა, დაახლოებით 10 წლის წინ დააჩქარე, ასე ქვია. და არ მინახავს. დაჩქარე გესმის დაჩქარე მალე დაჩქარე გესმის დაჩქარე მალე ნუ თუ ერთხელ მაინც აღარ გაგასცენა ევროპულ ცივილიზაციასთან კავშირი, ჩემთვის აი ეს არის ქართული პოლიფონია, დები იშხნელები კონკრეტულად, ინოლას კომპოზიციები ჩემთვის ძალიან ევროპული არის და ეს არის ზუსტად ქართული. ქართული არ არის საზღვრებში ჩაკეტილი ჩემთვის. ქართული არის იმ დიდი ცივილიზაციის ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ ამდენი ხანი ამოვდივართ, ჩვენ თუ გვინდა ვიამაყოთ წარსულით, მოდი ამით ვიამაყოთ. ეს ახალი სიმღერებიც დაიბადა ეხლა თქვენი უკვე შემხვდა ეს ჩემი ტვინი, რომელიც მე მეწინააღმდეგება, მაგრამ ამავდროულად ჩემი ძალა, ხო? ხო, ძალიან უცნაური პროცესია ხოლმე სიმღერის წერა და დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა მომღერალს სხვადასხვანაირი მიდგომა აქვს ამისკენ. უბრალოდ მე მაქვს ხოლმე რომ რაღაცა იდეა რომ დამემბადება, მე სულ ფიქრობ ამაზე. ტექსტზე, თქვათ, მუსიკაზე როგორ შეიძლება დავაგდეს და ნუ ხამე ვერ ვიძინებ ხოლმე ძირითადად თათა ჟურნალისტია და ძალიან ადრე დგება ხოლმე და ნუ ხვანცალებ მეუნება, უნდა დავიცინო და მეთქი საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ ალბათ იმდენად ეს ფიქრი იმდენად ის არის, რომ გადის და რაღაცა ხმაურიანად გამომდის შეგება. ფიქრი ხო და არ ვიცი, ღამე ვწერ, აი გააჩნია პერიოდს და თათასუცად ნერვები მოეშალა და რაშვები და მეთქი სიმღერას წერ და თან ფეხით ვაკეთებდი დრამის პარტიას, როგორი შეიძლება და ყოფილიყო და ხო, ანუ აი ძალიან რაღაცა ერთი შეხედვით კომიკური არის უცნაური. ხო, არა, ეს გვაჯი თქვა. ეს გვაჯი მახსენა. ხო, არ ვიცი, არა ეგ არ ეგონა ეს გვაჯი ხო. ოკეი. ხო და
ხო და ესე ხდება ხოლმე, უცნაურია წერის პროცესი, მაგრამ ეს არის ალბათ ის ბუნებრივი მომენტი და რატომაც არა, რატომ შეუშალო ხელი. ანუ მუსიკა არ გაწინებ ხოლმე. ხო, მუსიკა არ მაძინებს ხშირად. ძირითადად თქვენ წერთ თუ ჯგუფის სხვა წევრები? ძირითადად იდეები ჩემი არის და შემდეგ რეპეტიციებზე ხდება ხოჭი. სიტყვები? ხმა, სიტყვები ჩემი არის ხოლმე. თქვენ ახსენეთ ის My Brain is My Enemy, ხო, ერთი თვის წინ გამოვშვით EP, მინი ალბომი 4 სიმღერას აერთიანებს და Queer Stay Close to Me ალბომს. და რაღაცნაირად არის ამ რეალობაზეც მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირი საპროტესტო სიმღერები არ არის შიგნით, ალბათ ესეთი რეალობების დროს კიდევ უფრო უკეთ ვაცნობიერებთ იმ ადამიანების ფასს, ვინც ჩვენს გვერდით არიან და იმის სურვილს, რომ ისინი ჩვენთან დარჩნენ, იმიტომ რომ მათთან ერთად უფრო ძლიერები ვართ, მათთან ერთად უფრო მარტივად უმკლავდებით პრობლემებს და ასევე ჩვენს ხშირად შეიძლება აღმოჩნდეთ მათი გვერდში მდგომები. თქვენ როგორ შეგიყვარდათ? არ ყოფილა ესეთი უეცარი თავში დაცემის მსგავსი, თუმცა ანუ გული და ტვინი ერთად მუშაობდა. იცით როგორი მომენტი იყო, აი ადამიანს რო ხედავ სხვადასხვა ადგილებში და პირველი ნახვის შემდეგი ნახვის დროს, ეს ის არის იქ რო ვნახე. მასაც სწორედ თათას იგივე განცდა ჰქონდა, თუმცა როდესაც თქვათ ერთ სივრცეში ხვდებოდით ერთმანეთს, ოღონდ არ ვიცნობდით, უბრალოდ ხედავდი, მაშინ ის არ მიყურებდა. როდესაც ის მიყურებდა და მხედავდა ან მომჩნევდა სადღაც, მე ვერ მომჩნევდი. უფრო მაგიტო ხარ გაძლიერდა ეს გრძნობა, იმიტომ რომ თქვენ ალბათ ყურადღებას მიჩვეული იყავით თათაც, რომელიც ძალიან ლამაზი გოგო და უკვე პოპულარული იყო მაგ პერიოდში, ხო, როცა თქვენ გაიცანით ერთმანეთი. და მომენტი ის იყო, რომ როდესაც გავიცანით ერთმანეთი, კარგად ვიგრძენით თავი, თუმცა ვერ ვიტყვით ვერცერთი რომ რაღაცა ეგრე. თუმცა ეხა რო უყურებთ, შეიძლება უკვე იყო ის გრძნობა, რასაც სიყვარული ქვია, თუმცა ამას ხო თითქოს აი ესე ბოლომდე, აი რო შეგიპყრობს ხოლმე და რაღაცნაირად პებლები რო ყავს, ისე ვერ გრძნობდით. თუმცა მალევე რამდენიმე თვეში თათამ გაიკეთა ოპერაცია. რაღაცნაირად ხო, ისეთი არ იყო რთული, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან ისე ვიყავი. შემდეგ დაძაბული, როდესაც შემდეგ ველოდებოდი უკვე რომ რაღაც გამოკეთდა სახლიდან გამოსვლა შეეძლო, ველოდებოდი ერთ-ერთ ადგილას და რომ მოვიდა, მაშინ ვიგრძენი რომ რაღაცნა განსაკუთრებული მზრუნველობა მქონდა მის მიმართ, ვიდრე აქამდე და მაშინ ვიგრძენი სწორედ ისიც ალბათ უფრო მეტად თებერვალი იყო, როგორც მახსოვს. ხო და მე ჩვენ გავიცანით ერთმანეთი 7 სექტემბერს 2016 წლის 7 სექტემბერს და 1 წლის შემდეგ აუხსენი სიყვარული მანამდე ვერა. თუმცა უგზნობდი რომ ნუ გაგიჭირდა. მასაც ვუყვარდი. საკმაოდ. იმიტომ რომ მაინც ადამიანები ესენი ვართ რაღაცა. ცოტა და თამამი იყო. ამაყი ვაიდაუარი თქვას ეგოისტი რაღაცა ცოტა ისეთი განცდები არის ხოლმე, მაგრამ მაინც მასკენ, იმიტომ რომ გრძნობდი რომ მასაც იგივე იმპულსი არის და ეს ხო გათამამი, მასაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდა და ამან უფრო გადამათქმევინა ნაბიჯი და სხვათა შორის აქვე ვიტყვი რომ მე თქვა ჯგუფის შექმნის პერიოდიდან გამომდინარე არ ყოფილა ჩემთვის ესე პროტესტი მოზღვევებული რაოდენობით და თათას დიდი დამსახურებაც არის ამაში რომ რაღაცნაირად უფრო თქვენი სამოქალაქო პოზიცია და ხო სამოქალაქო და რეალურად მე ვფიქრობ რომ იქიდან მოყოლებული რაც სამოქალაქო პოზიციას უფრო ესე ღიად ვაფიქსირებთ ჩვენი სახელი ჯგუფის სახელიც უფრო გავამართლეთ ასე ვთქვათ. მეც გავიცანი ჯგუფი პროტესტთან ერთად. ანუ თავისუფლებისთვის ბრძოლას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა მით უმეტეს ჯგუფისთვის და ამ მნიშვნელობა აქვს აი ოჯახში მხარდაჭერას. როდესაც თანამოაზრეები ხართ და არა მარტო თქვენ და თათა ოჯახის სხვა წევრები, დედა, მამა რა ხდება სხვა. მშობლებიც ძალიან ესე აქტიურად მიჭერენ მხარს, მე მათ ვუჭერ მხარს. იცით რა არის დღეს უკვე რაღაც შეიძლება კომფორტიც იყოს, იმიტომ რომ როცა ოჯახში ხდება ჩვენ ვისაუბრეთ აი ეს რაღაც განხეთქილებები, ეს იმდენად ცალკე სტრესი არის და იმხელა სტრესია, რომ უკვე ანუ
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ნორმალურ ცხოვრებას რომ მოვიპოვებთ და დავალაგებთ, ალბათ მოგვიწევს ფსიქოლოგებთან სიარული, რომ ცოტა რაღაცა ჩვენც დავმშვიდდეთ და აღვიდგინოთ ნერვული სისტემა. როგორ გაპატიათ მამამ, რომ ლაუდაძე გახდით და არა სხვა რაც. ფოტოშორის თავიდან კარგად არ მიიღო, მაგრამ მე ავუხსენი, რომ მამა ცხვარაძე არის ჩემი ნამდვილი გვარი, ლაუდაძე უფრო კარგად შეიძლება ჟღერდეს. იმიტომ რომ ლაუდ ჯგუფის სახელწოდებიდან გამომდინარე ვაქცე რაღაც ქართული სტილის გვარად დაუმატეთ ზე და ხო საბოლოოდ გაამართ. პასპორტში ასე წერი ხართ ახლა. ლევან ლაუდაძე. არა. აა, მაგას ვერ გზამავჭერს. მაგას ვერ გავუკეთებ. ბევრი ადამიანი დღევანდელ კრიზისს თაობათა შორის ბრძოლად აღიქვამს. მე გაცილებით უფრო გლობალურად ვხედავ, მაგრამ აი დიდი კომფორტია, როცა ოჯახში ხართ, არა მხოლოდ ერთმანეთის მოყვარული ადამიანები, ყველას უყვარს თავისი შვილი, ცოლი, არამედ თანამოაზრეები, მეგობრები. ამ ბრძოლაში ძალიან დიდი კომფორტია ჩემი აზრით. კი, ნამდვილად არის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აი თუნდაც ჩვენი ალბომი რო ვახსენე Stay Close to Me, ანუ აი ეს ადამიანები კიდევ უფრო დიდ დანიშნულება ცოტა უხეში ნათქვამი იქნება, მაგრამ რაღაცნაირი უფრო მნიშვნელოვანი ხალხი ხდება ჩვენთვის, იმიტომ რომ მათი იმედი გაქვს თუნდაც უბრალო რაღაცა შენი გულის ნადების გაზიარების, ასევე იცი რომ შენთან ერთად აქციაზე დგანან და შენთან ერთად ბოლომდე იბრძოლებენ და თაობებს რაც შეეხება ყველაზე ახლო ადამიანები, ხო? თაობებს რაც შეეხება, ალბათ ეს თაობებს შორის უკვე აღარ არის, უფრო ანუ ადამიანებს შორის არის, იმიტომ რომ შავს და თეთრ შორის. ჩემი მშობლების თაობაში რა ვიცი, რამდენი ადამიანი აქციაზე, ხო? ასაკოვანი და აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ ჩემს თაობაში და ჩემს პატარა თაობაშიც ბევრი ახალგაზრდა არის ისეთი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იაზრებს საერთოდ რა ხდება და უბრალოდ მატერიალური შემოსავლების გამო ისეთ ქმედებებზე მიდიან, რა ვიცი, ეგრეთ წოდებული ტიტუშკები ვინ არიან, ჩემხელები არ არიან, ჩემზე პატარები არ არიან, ანუ რა ვიცი, მიდიან იმაზე, რომ კონტროლდარი თქვენი კოლეგა საერთოდ მომკვდარიყო, ხო? ტელევიზიაში ხო და ამიტომაც ესე თაობებად ვერ დავყოფთ, უკვე ადამიანზე გადის და ადამიანებს შორის კონფლიქტი მივიღეთ სამწუხაროდ, მაგრამ ამის გარეშე ვერ ხდება. სამწუხაროდ ვერ ხდება რა. სხვა გზა არ არსებობს. უბრალოდ რომ მოდი აი ჩვენს ქვეყანაზე ვიფიქროთ და გავერთიანდეთ. არ ხდება. გეტყვის რომ შენის ხარ დაფინანსებული მოგზავნილი შენ, ასეთი ხარ, ისეთი ხარ, გარყვნილი ხარ, იმიტომ რომ ევროპა გინდა და შენთან ერთად არ უნდა იმას დგომა. მაგრამ შენ გინდა რომ რეალურად იმანაც ისეთ ქვეყანაში იცხოვროს, რომ იმ სიბინძურების კეთება არ მოუწიოს, ისი კეთებაც უწევს, თუმცა მეტწილად მაინც არჩევანს აკეთებს. ხო, უფრო რაღაცა ცივილიზაციური არჩევანის თემაა, ხო? შენ ირჩევ განვითარებულ ნათელ ქვეყანას თუ მიდიხარ ბნელ წარსულში და რუსეთი რო უნდა ხალხს, რომელიც მე ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობს და ჩავიდნენ და ევროპაში ნახონ ოჯახებს როგორი ურთიერთობები აქვთ და როგორი დამოკიდებულება სიმტკიცე და პრინციპები, ხო? წარმოუდგენელ თემებს ადამიანების მხარდამჭერია, ანუ როგორც იქცევა, მიხვდები, რომ აი ამ რეჟიმის მომხრე არის, იმიტომ რომ იმდენად დამახინჯებულია ღირებულებები, როდესაც რაღაც რეჟიმი გოგოებს ახვედრებს ტიტუშკებს და უკვე მორჩა ხო ზღვარი ქალზე ხელისაწევა რო სირცხვილად ითვლებოდა, დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი არის რაღაცა ვიღაცები ლოყის სიცითლეზე დღემდე წუწუნებენ და მზად არიან რომ უდანაშაულო ადამიანი რომელსაც ამხელა შეურაცხყოფა მიაყენეს ქალს ხას გაუსვამ აქვე მზად არის რომ წლობით ციხეში იყოს და რომელ კაცობაზე გველაპარაკებიან რომელ მამულიშვილობაზე როცა საერთოდ არც ნასახი არ არის მარტში არც კაცობა არც ღირსება წინააღმდეგ შემთხვევაში იქ არ იქნებოდნენ სადაც არიან და ისეთები არ იქნებოდნენ როგორებიც არიან. ეხლა რადგანაც მუსიკაზე ვლაპარაკობთ და რა გავლენა აქვს მუსიკას პროცესებზე და თვითონ ეპოქის გამოძახილიც რო ხდება ოზი ოსბორნი გარდაიცვალა და ჩემი საყვარელი შემსრულებელი იყო სხვათა შორის ჩემი მეუღლის მიუძღვის დიდი წვლილი ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში მისი Dreamers და არა მხოლოდ Dreamers მისი ჰიტები Mama I Come Home
Home და ასე შემდეგ. ჯონ ლენონის Imagine-ის remake-ივით არის ეს ჩემთვის თვითონ ამბობდა და ის სამყარო როგორი უნდა იყოს. ანუ ხელოვანს ხომ მართლაც განსაკუთრებული როლი აქვს, რომ დაგანახოს როგორი უნდა იყოს სამყარო და კიდევ იმ თემას უბრუნდებით მუსიკა და პოლიტიკა და არა მხოლოდ მუსიკა და პოლიტიკა. ხო. ხელოვნება რა თქმა უნდა არის პოლიტიკური, ყოველთვის ესე იყო, ანუ პოლიტიკურობაში რა იგულისხმება? პოლიტიკურობაში იგულისხმება ის პოლიტიკური პროცესები და ზოგადად პოლიტიკა თუ ახდენს ჩვენზე გავლენას, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ყოფაზე, ყოველდღიურობაზე. არ ვიცი, შევძლებ თუ არა ინსტრუმენტის შეძენას, შევძლებ თუ არა ჩემი საქმის გაგრძელებას, ამას ყველაფერს პოლიტიკა განსაზღვრავს და ის მდგომარეობა რაშიც ვართ, ხო? აი თქვენ მაგალითად არ ნებდებით და სამწუხაროდ ჯერჯერობით ტელევიზია არ არის, გისურვებთ რომ იყოს მალე, მაგრამ ნუ ამ პოდკასტით ანუ თქვენ ხმას არ ადუმებთ, იმიტომ რომ თქვენი ხმა თუ დადუმდა, მაშინ ზუსტად აი რაღაცა ის იქნება. შეგუება რომ ახსენეთ, შეიძლება რაღაცა საშიშროებები იყოს. რა ხდება ახლა ქართულ შოუ ბიზნესში, ქართულ კულტურაში, როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესებს და გამოსავალი სად ვიპოვოთ თუ გამოსავალი მოსაძებნია? საბედნიეროდ, აი ალტერნატიულ მუსიკას თუ ავიღებთ, ასე ჩვენც ვართ. მუსიკოსების უმრავლესობა ამ ისტორიის წონ მხარეს არიან, ესე შეგვიძლია ვთქვათ. და ჩვენი კოლეგები, ჩვენი მეგობარი ჯგუფები მათთან ერთად ვართ ამ ყველაფერში, მათთან ერთად გამოუცხადეთ პროტესტი რეჟიმს და მათ ორგანიზებულ კონცერტებს და ეს არ იყო მარტივი ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩვენთვის მაგალითად შემოსავლის წყარო ისევე როგორც სხვა მუსიკოსებისთვის არის მუსიკა, შესაბამისად თუ კონცერტები არ იქნება, რაღაცა აქტივობები არ იქნება, ხო ეკონომიკურად არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში ვარდებით. მაგრამ შენ თუ ახლა ქვეყანას ღალატობ და თუ შენი ღალატის გამო ქვეყანა დაიღუპა, როგორ შეიძლება ეს გამოასწორო? ხელოვნება არის ხალხის და ხელოვნება არ არის რომელიმე ხელისუფლების, ხელოვნება ეკუთვნის ხალხს და ხელოვნება არის იმისთვის, რომ ადამიანები გაერთიანოს, ხელოვნება არის იმისთვის, რომ ადამიანებს ძალა მისცეს. ეს არ არის უბრალოდ რაც ვახსენეთ, გართობასთან ასოცირებული რამ, ეს არის ის, რასაც რა ვიცი, თუნდაც ომში მღეროდნენ, იმიტომ მღეროდნენ, რომ ზუსტად ის სიმღერა მათ კიდევ უფრო დიდ ძალას აძლევდა, რომ სიკვდილთან პირისპირ დარჩენილიყვნენ. ლევან, ვიცი, რომ ისტორია გიყვართ ძალიან. ისტორია მიყვარს კი. და პირველი პროფესიით იურისტი ხართ. დიახ. დამთავრეთ? ბაკალავრის დონეზე მხოლოდ. კი. აი ისტორიის პარალელები თუ გაგივლიათ დღევანდელობასთან, რაც წაგიკითხავთ წიგნებში ტოტალიტარული სამყაროს მაგალითებზე და როგორ მივედით იქამდე 21 საუკუნეში, სადაც ახლა არის საქართველო, მით უმეტეს თუ იმ პერიოდს გავიხსენებთ, საიდანაც ამოვძვერით, ამოვედით, გვეგონა რომ გავარღვიეთ რაღაცა მნიშვნელოვანი ბოროტების ფარდა, რკინის ფარდა გადავწიეთ, გავედით ევროპულ დასავლურ ცივილიზაციას, კიდევ ერთხელ შევახსენეთ ჩვენი თავი და უცებ ახლა ვართ ყველაზე ბნელი ძალის ისტორიის ყველაზე ბნელი ძალის მხარეს ასე გამოდის. საზოგადოება არა, მაგრამ ხელისუფლება ასეა და ხელისუფლება არის ქვეყნის სახე. და როგორ წარმოვიდგენთ, რომ საქართველო იქნებოდა ეს? როგორ მდგომარეობა და რა პარალელი? დღეს საუბრობდით ზუსტად მე და ჩემი მეუღლე საუზმის დროს, ხო, აი რაღაცა პარალელებზე ვსაუბრობდით. როდესაც გავიგერო თქვენთან სტუმრად უნდა ვყოფილიყავი. რეალურად გვეგონა, მაგრამ თურმე გვეგონა მხოლოდ და როგორც მერაბ კოსტავამ თქვა, რომ რა ვიცი. როდესაც მოიპოვებ თავისუფლებას, ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად მის დასაცავად და იმისთვის, რომ ის არ დავკარგოთ. სამწუხაროდ ჩვენ ქართველებს გვაქვს ძალიან ბევრი კარგი თვისება, თუმცა გვაქვს ასევე რაღაცნაირი უარყოფითი თვისებებიც, თითქოს აი ძალიან მარტივად გვეცვლება ემოციური მდგომარეობა. უცებ შეიძლება მოვიპოვოთ თავისუფლება, 10 ჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერზე გავიმარჯვოთ, მაგრამ ძალიან მალევე მოვდუნდეთ
შეუფერებლად მოვიქცეთ იმას გულისხმობ რომ მაგალითად არ ვიცი ხმები გავყიდოთ რაღაცა კარტოფილზე ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა, ან კონკრეტული იმ ადამიანების პრობლემა, ვინც ამას აკეთებენ. ეს ხომ მაინც ერის პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთ ქვეყანაში და ჩვენ ვიხარშებით ყველანი აქ. ეკონომიკური სიდუხჭირის ან გაუმართავი ასევე განათლების დონე მათ შორის, თუმცა ეს მიზანმიმართული არის ყველაფერი ჩემი აზრით, ეს ყოველთვის იყო ტოტალიტარული რეჟიმების, ასე ვთქვათ, გასაღები, როგორ მოეპოვებინათ გავლენა საზოგადოებაზე. აშიმშილე, ვთქვათ, განათლება არ მისცე, აქედან გამომდინარე კითხვებს არ დასვამს და როცა შეადამიანს კარტოფილზე, რა თქმა უნდა, ხმას კი არა, არ ვიცი, შეიძლება სხვა რაღაცებიც გაყიდოს. და ავტორიტეტების დამსხრევაც ხო უნდათ, რომელშიც ხელს უშლიან ეს ჩვენი სინდისის პატიმრები და 1000-ჯერ არ დავიღლები, რომ მადლობა არ უთხრა და ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა არ გამოვხატო, იმიტომ რომ თავარი რაც არის ტოტალიტარები რწმენას ართმევენ ხო ადამიანებს და უმსხვრევენ და კარგი და ცუდი უნდა გაიძღაბნოს აირიოს და აღარ დარჩეს მორალური ორიენტირი და ზუსტად ეს ყველაფერი წიგნებში და 1984-ში რომ წავიკითხეთ, მაინც გონია რომ წიგნია და უცებ შენ თვითონ ხარ ამ ყველაფერში. და შენს თვალწინ ხდება. რაღაცა ორი თვის წინ მორჩი ეს წიგნი, თუმცა განსხვავება მაინც ჩემი აზრით არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი იქ არსებულ სისტემას და რეჟიმსა და ჩვენთან არსებულ შორის, იმიტომ რომ იმის ექსპერიმენტში ვარ. იქ მაინც ჩემი აზრით რაღაცა იდეის გარშემო არიან გაერთიანებულები, ჩვენთან კი მხოლოდ ფულის გარშემო, ამიტომაც ფული როდესაც კლებულობს და აღარ არის, შემდეგ ხდება ისეთი რაღაცეები, რაც არ ვიცი, ღარიბაშვილის შემთხვევაში მოხდა, რიჟვაძის შემთხვევაში და ხო ვინ იქნება შემდეგი, არ ვიცი, ვფიქრობთ ხო, მაგრამ აუცილებლად იქნებიან შემდეგები და ზუსტად ეს რომ იციან რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომ ნებისმიერი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს ღარიბაშვილის და რიჟვაძის ადგილას, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ რეჟიმზე გამარჯვების მთავარი გასაღები არის მათ შიდა ნგრევაში და ციხის, თქვათ, შიგნიდან გატეხვაში. სტალინიც კი მისმა უახლოესმა მარჯვენა ხელმა მოწამლა და შემდეგ ის მარჯვენა ხელი ბერია დაახლოებით ერთ თვეში მოკლეს, ხო? ზღამ პარალელებზე ვლაპარაკობდით და 30-იან წლებში ხელოვანები იყვნენ რეჟიმის სამიზნეები. ახლაც ხელოვანები არიან რეჟიმის სამიზნეები. ზოგი დაჭერილია, ზოგს ემუქრებიან, ზოგს ხსნიან, აგდებენ თავიანთივე შექმნილი თეატრებიდან, სცენებიდან, უქმნიან საფრთხეებს, ზოგი გარბის. თქვენ თუ კი ფიქრიათ წასვლაზე? არა, არ მიფიქრია სხვათა შორის. თქვენ ისეთ მუსიკას ქმნით, რომელიც ყველა სამყაროში იპოვის თავის აუდიტორიას. უბრალოდ მე ვთვლი, რომ ჩემი ადგილი აქ არის. ერთი რომ მე აქ ვაკეთებ საქმეს, თუმცა ამ საქმის გაკეთება რა თქმა უნდა სხვაგანაც შეიძლება მუსიკა ისეთი საქმეა, რომ შეიძლება ბევრ ქვეყანასთან დაგაკავშიროს. მაგრამ არ ვიცი, მე დიდი სიამოვნებით ჩემი საქმით ვიმოგზაურებ. მაგრამ ჩემი ადგილი აქ არის, ისევე როგორც ჩემი მეუღლის, ჩემი მშობლები აქ არიან, ჩემი მეგობრები აქ არიან, არ ვიცი. და ვფიქრობ, ჩემი გასაკეთებელი აქ არის, არა მარტო მუსიკის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ანუ ჩემი წილი საბრძოლელი აქ არის. მე ამით არ ვაკრიტიკებ არავის, ერთი წამით ვინც თქვა წავიდა, ჩემი დაც ემიგრანტი არის და ალბათ ყველა ოჯახში ერთი ემიგრანტი მოიძებნება. თუმცა ისინი იქიდან იბრძვიან, ხო, არჩევნებზე ზუსტად ნახეთ ემიგრანტების მობილიზება და ბრძოლა და შემდეგ ის რომ რამდენი ხმა მაინც დაიკარგა და ვერ მიიღო ბევრმა მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა მართლა ეს რაღაცა ადგილობრივ არჩევნებზე რას ფიქრობთ, რახან არჩევნებს მივადექით? იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ესეც დიდი დისკუსია ამ თემაზე და იქ ცოტა უნდა ვაღიაროთ განხეთქილების თემა. ეხლა თქვენ ვარ გეთქვათ, დავიწყებული მქონდა უკვე, ანუ ფიქრობ, რომ იმ რეჟიმთან არჩევნებში შესვლა, ვინც ხუპავს, ჩემთვის გამართლებული არ არის. მე პოლიტიკოსი რო ვიყო და ჩემი კოლეგები ციხეში იყვნენ, მე ვთქვათ, მსგავს გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. მაგრამ ეს მათი აზრია. არ ვაპირებ. მე ვერ ხვდები რა აზრი აქვს იმ არჩევნებს, სადაც თავისუფლად შეიძლება რეჟიმმა მონაწილეობა მიიღოს. იმიტომ რომ
წარმოიდგინეთ რეჟიმი, რომელიც აკავებს, ქართული ოცნება, რომელიც იჭერს უდანაშაულო ადამიანებს, აჯარიმებს უდანაშაულო ადამიანებს, ცემს უდანაშაულო ადამიანებს და ძალიან ჩვეულებრივად, როგორც რიგითმა პარტია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მე ამას ვერ ვუშვებ თითქოს ჩემს თავში. ერთადერთი გამოსავალი ჩემთვის არის ის, რომ რეჟიმი უნდა ჩამოინგრეს, დაემხოს და შემდეგ ჩატარდეს არჩევნები. მე ასე განვიხილავ, მანამდე ბრძოლა და ისეთი. და რაც თავარია არჩევნების შემდეგ ყურადღების არ მოდუნება და ფხიზლად ყოფნა. გაგრძელება, კი, ამ პროცესის ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ეს. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ საზოგადოება ფხიზელი და აკრიტიკებს ხელისუფლებას. თქვენ რისთვის იბრძვით, ლევან? მე ვიბრძვი იმისთვის, რომ მართალი ვიყო პირველ რიგში ჩემს თავთან. ვიბრძვი იმისთვის, რომ უბრალოდ სხვანაირად არ შეიძლება ხოლმე. შეიძლება ამას კონკრეტული ახსნა არ ქონდეს, მაგრამ თითქოს აი რაღაც რო არ გასვენებს, ჭია რო არ გასვენებს, რომ ეს უნდა გააკეთო. თუ არ გააკეთებ, აი რაღაც პერიოდები რო ყოფილა მაგალითად აქციაზე ჩამვარდნია მისვლა და ისე ხშირად ვეღარ გავსულვარ და რაღაცა არ მასვენებს, იმიტომ რომ ვიცი რომ იქ უნდა ვიდგე, თქვათ, იმიტომ რომ სხვები რო დგანან, მე რატო არ უნდა ვიდგე. და ძალიან მინდა რომ ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა სტაბილურად კარგად იცხოვროს რა. საშუალება ქონდეთ განათლება მიიღონ, ანუ ბავშვები არ შიმშილობდნენ მინიმუმ. და ანუ ფიქრობ რომ გვაქვს იმის პერსპექტივა რა, არა მარტო წარსული. დღეს მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი ტვინები არიან ჩვენს ქვეყანაში, ისეთი მშრომელი ხალხი არის, ისეთი პროფესიონალები არიან, პერსპექტიული ადამიანები, რომ შეგვიძლია კარგი ქვეყნის შექმნა და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როდესაც გავისტუმრებთ ამ რეჟიმს, ძალიან მალე გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც აი აღმავლობისკენ იქნება უკვე ბიძგი და სტიმული. რაც კარგ ქვეყნამდე, იმიტომ რომ ამის ყველანაირი პერსპექტივა კიდე რაღაცა მარტო მთებს კი არ გაუმარჯოს და იმას ზღვას, ანუ ყველაფერი რო გვაქვს, ეგ არის მაგარი და ყველაფერს ჭირდება გაფრთხილება, ხო? გირჩი ტივში ვართ, ახლა და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა მათ ამ ადამიანებს, რომლებიც ზურაც ციხეშია, ეხა მოკითხვა ზურას და ყველა პოლიტიკურას მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, იქიდან სულ პუნქტებად ჩამოწერილი განმარტებები და მინდა გავეხსენო ზურად ჩავწერეთ მესამე თუ მეოთხე პოდკასტი იყო ჩვენი აქ რა თქმა უნდა გირჩი ტივში და რო შემოვდიოდით ზუსტად მაშინაც ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია იყო, რომ გადადგა. ასე იყო და დღესაც ხო ახსენებთ, რომ მე როგორ განვითარდა ხა მოვლენები და არავინ არ იცის როგორ დაასრულებს. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ოლიგარქი მასაც მიადგა. ასე განვითარდა მოვლენები და დღესაც ხა ირაკლი ღარიბაშვილს რომ ახსენებდით, ეს ამომიტივტივდა უცბად. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, პოლიტიკოსებს, პატიმრებს, სინდისის პატიმრებს, მარაჩვეულებრივ ბიჭებს, ზიას, ხელოვანებს და სულ ყველას და ზვიადრატიანი კი. ლექსოს მამა კი და განსაკუთრებული მოკითხვა და ჩვენ გვაძლიერებთ და ეს არ არის ლიტონის სიტყვები, მართლა ასეა და ნამდვილად ესე და ისინი იქ ერთმანეთს აძლიერებენ კიდევ. მოკითხვა და მადლობა. იმიტომ რომ მე მგონია რომ ისინი ფასდაუდებელ მაგალითებს ქმნიან მომავალი თაობისთვის ახლა. ჩვენ ამ მაგალითებს აუცილებლად მოუყვებით მე ჩემ შვილიშვილს, თქვენს შვილს და ზოგჯერ სულ 2 წუთს წაგერთმევ, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აი მე რო ვიყო მათ ადგილას ან მათთან ერთად როგორ ვიქნებოდი, ანუ რა სირთულეში არიან მით უმეტეს ეხლა პაპანაკება სიცხეში არ აქვთ მათ შესაბამისი პირობები და პლუს კიდე ალბათ იმათზე უფრო ვიფიქრებდი, ვინც იქნება ჩემს მეუღლეზე, ჩემს მშობლებზე, არ ვიცი, დედაჩემს ვკითხე იმ დღეს, რომ მეთქი მე რო ვიყო ციხეში და მე ალბათ ვერ ნერვიულობა შემიწირავდაო, ხო? და ასეც მოხდა სამწუხაროდ, ხო? ასეც მოხდა, ხო, სამწუხაროდ და იცით რა არის? კანონზომიერება მაინც ადრე თუ გვიან დგება ამ სამყაროში დედამიწაზე და იცოდეთ და მათ იციან ეს რეჟიმის წარმომადგენლებმა, ბოროტმა ადამიანებმა, ისინი ბოროტები არიან, სხვა სიტყვას ვერ უწოდებ მათ, რომ კანონზომიერება დაალაგებს ყველაფერს, ისე მოხდება, რომ თქვენს მისაღებს აუცილებლად მიიღებთ და მერე უკვე ხო
გვიანი იქნება, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ იქ ვინმეს ისი აიძულებს რომ თქვათ რომ წამოვიდეს მორჩა ან მოკლავენ ან რაღაცას უბრალოდ ეს უნდათ იმდენ რატო აკეთებენ აბა რატო ეთანხმებიან ყველაფერში ამბობენ ისე ვიტყვი არ ვიცი მოკლედ ბოდიში მაგრამ განავალს რომ დააგემოვნებს ადამიანი ალბათ მეორეჯერ უფრო გემრიელი არის და უფრო გემოაქვს და მეათედ და მეოცეთ უკვე მათთვის ჩვეულებრივ საკვებად იქცევა და ხო ну ანუ მოირგეს ეს თავიანთ თავზე და ეგონ კონფორმიზმის დიქტატურის მთავარი პრობლემა ის არის რომ ის ვერასდროს ვერ ხდება რომ ადრე თუ გვიან დასრულდება იმას გონია რომ სულ იქნება და არც ერთი დიქტატურა ვერსერ დიქტატურას ვერ გაუკაჩავს ბოლომდე ყველა დანგრეულა, ყველა დაინგრევა და მით უმეტეს ისეთი საცოდავი ტოტალიტარიზმი, რომელიც ქართული ოცნების სახით ყავს ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა ლევან და თქვენი ხმამაღალი ვოკალი სულ უნდა ისმოდეს ხმამაღლა. არა მხოლოდ აქციებზე, უნდა დავასრულოთ ეს ევროპისკენ ხელის შემშლელი პროცესები და მერე დიდ კონცერტებზე ევროპულ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა და თქვენ ჩამოვალთ როგორც მსმენელები და მაყურებლები და ინტერვიუში აღარ შეგეძლოთ როცა ბედნიერ სიამოვნებით ჩაგეწერებით ყოველთვის და ყველანი მალე დავინახავთ იმას რა სარგებელი მოაქვს ევროპას იმიტომ რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ და ჩვენი ქვეყანა ამას იმსახურებს და სარგებელი ნამდვილად მოაქვს კი დიდი მადლობა ლევან ვალდაძეს და ჩვენს მაყურებელს იყავით ჩვენთან ერთად გამოგვიწერეთ გვიყურეთ ბოლომდე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინტერვიუს მოისმენთ და ნახავთ. და რაც თორე ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ არ გავჩერდებით.